ეს კრიზისი არ შეუქმნიათ პოლიტიკურ პარტიებს. პოლიტიკურ პარტიებს რო შეძლებოდათ კრიზისი შექმნა, შექმნიდნენ 26 ოქტომბრის შემდეგ. ეს კრიზისი შექმნა ხალხმა, რომლის დაკვეთაც არის ახალი არჩევნები, რომელიც ყოველდღე დგება და ბევრი მათგანი ყოველდღე გადის საერთოდ და გადის და დგება ქუჩაში. ამის გამო ვლაპარაკობ, ამან შექმნა პოლიტიკური პროცესი, ამის მონაწილეები ვართ ჩვენ, პოლიტიკოსები, არ ვართ ამ პოლიტიკური პროცესის შემოქმედები. ამ პოლიტიკური პროცესის შემოქმედი ცინიკურ რამეს ვიტყვი, მაგრამ არის ბიძინა, რომელმაც 28 ნოემბერს ეს გადაწყვეტილება მიიღო, ანუ ეს კრიზისი თავს მოგვახვია ბიძინა. ნუ მანამდე რუსული კანონით. და ქართველი ხალხი, რომელიც გამოვიდა და ქუჩაში დადგა, რავი, 300,000, ხო? და იმას უჭირავს, აი ეს 300,000 რო არსებობდა და არსებობს და ვიცით, რომ ეს 300,000 შეიძლება ისევ გარეთ გამოვიდეს, ხო? გადამწყვეტ მომენტში, კრიტიკულ მომენტში. ზუსტად ეს აძლევინებს პროტესტს უპრეცედენტო ხანი, ანუ ეხლა რაც ხდება და თუ ესეც რამე საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა. კი ყოფილა ხანგრძლივი პროტესტები, კი დაკეტილა რუსთაველი, კი გვახსოვს გავრილოვის ღამის მერე 100 დღე გაგრძელდა ის ყველაფერი, მაგრამ რუსთაველზე ეს არ ხდებოდა, რაც ხდება. და შეიძლება